გორის მუნიციპალიტეტის მერიას 8 ავტობუსი იჯარით აქვს გაცემული, რისთვისაც წელიწადში 20,160 ლარს იღებს. მუნიციპალიტეტის საკუთრებაში სულ 12 ავტობუსი ირიცხება, აქედან გამართულ მდგომარეობაში 8 ავტობუსია, რომელიც თვითმმართველობამ შეპესე დუდუ პლუს გადასცა. ოპოზიცია გორში საზოგადოებრივი ტრანსპორტის შემოღებას ითხოვს. საკრებულოს წევრი ნაციონალური მოძრაობიდან ვასილიცა ჯაბახიძე აცხადებს, რომ საკრებულოს ინიციატივით მიმართეს, თუმცა აღმასრულებელმა ორგანომ უთხრა, რომ ავტობუსები არ ჰყავთ. ჩვენ ინიციატივაც ჰქონდა შეტანილი გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოში, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი 8 საათამდე ყოფილიყო და 8 საათამდე მოსახურებოდა მოქალაქეებს, მაგრამ იქიდან პასუხი მივიღეთ, რომ თურმე ავტობუსები არ არსებობს და მუნიციპალური ტრანსპორტი არ არის, მაგრამ აი ეს წერილია, სადაც მერიიდან გამოვითხოვეთ ინფორმაცია და აქ ძალიან ნათლად წერია, რომ 8 სამგზავრო ავტობუსი იჯარით აქვს თურმე გორის მუნიციპალიტეტს გაცემული და ამ 8 ავტობუსით იჯარა შემოდის მხოლოდ წელიწადში 20,160 ლარი, რაც კაპიკებია მუნიციპალიტეტის შემოსავლისთვის. ხელისუფლების ოპონენტი ფიქრობს, რომ გარდა იმ ავტობუსისა, რომელიც მერის ბალანსზე ირიცხება, ადგილობრივ ხელისუფლებას დამატებითი ავტოსატრანსპორტო საშუალების შეძენაც შეეძლო. ვასილიცა ჯაბახიძეს კონკრეტული მაგალითებიც მოჰყავს, რის ხარჯზეც მისი თქმით ავტობუსების შეძენა იყო შესაძლებელი. დამატებითი ავტობუსების შეძენა სავსებით შესაძლებელი იყო, თუნდაც მაგალითად 2018 წლის ბიუჯეტიდან 2 მილიონი ლარი უბრალოდ ქართულმა ოცნებამ ვერ აითვისა იმ მძიმე სოციალურ-ეკონომიკურ ფონზე, რაც მუნიციპალიტეტში არსებობს. ასევე 2017 წლის ბიუჯეტიდანაც შეეძლო ამის ყიდვა გორის მუნიციპალიტეტის მერიას, სადაც 31 მილიონი იყო ბიუჯეტი და 200,000-ის პრემია გასცეს 2017-ში, 2018 წელს 187,000 ლარის პრემია გასცეს ისევ გორის მუნიციპალიტეტმა და ამ თანხითაც შესაძლებელი იყო და რატომღაც გორის მუნიციპალიტეტის მერმა, რომელმაც ბიუჯეტის კი არ იცის, ჩვენ ვნახეთ, რომ მან არც იცის ბიუჯეტი რამდენია დღეს და რამდენი შეადგენს გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი, ეს არის 40 მილიონი და ამ 40 მილიონის საფუძველზე, სადაც ქართული ოცნება ამბობდა, რომ ძალიან ბევრ პრობლემას მოაგვარებდა შიდა ქართლის მოსახლეობისთვის, ასე არ მოხდა, ვინაიდან დამატებით ორ ახალ ფრაქციას ქმნიან, კიდევ დამატებით მედროშეებს ამატებენ ქართული ოცნებისთვის იმ ადამიანებს, რომლებიც ყველაფერზე წამსვლელები იქნებიან და ამაში ხელფას ხალხი გადაუხდის და ჯამში 3 წელიწადში ეს შეადგენს 161,135 ლარს. საზოგადოებრივ ტრანსპორტს ხალხიც ითხოვს. ადგილობრივები ამბობენ, რომ მათ გადაადგილება ბევრად უფრო გაუმარტივდებათ. ძალიან კარგი იქნება, როგორ ხადრე იყო. ძალიან კარგი იქნება. იაროს ღამის 9 საათამდე. ხალხი მოძრაობს და საჭიროა იყოს. რა თქმა უნდა, კარგი იქნება, რომ იყოს ავტობუსები. ისთვის არის რატომ რომ აუცილებელი? იმიტომ რომ საშუალება ყველას ხო არა აქვს, რომ ტაქსით იმგზავროს. აი მაგის გამო შეღავათია. თუ რაიონებში დაუშვებს, უკეთესი იქნება. ქალაქში მაინც არ არის იმდენი მგზავრი, მაგრამ რაიონებში უკეთესი იქნება, ძალიან იტანჯება ხალხი მიკროავტობუსებით რო დადიან. ვერას ფიქრობ? მეც იგივეს, რა ვიცი, რაიონში უნდა იყოს აუცილებლად, იმიტომ რომ რაიონიდან მოდიან, ხშირად ტვირთი მოაქვთ, ბაზარზე მოდიან ხალხი და იმათ არა ყოფნით ეს ტრანსპორტით ვსარგებლობთ. და ხელმისაწვდომი იქნებოდა და თანაც წესრიგი უფრო ის იქნებოდა რა. წესრიგი უფრო იქნებოდა ქალაქში. ანუ ფიქრობ თუ არა ჭირს, აი ერთი ქუჩიდან მეორე ქუჩაზე გადასვლა ძალიანად ჭირს, არაჩერებენ. რა თქმა უნდა, სახელმწიფო საკუთრებაში აუცილებლად უნდა იყოს გარკვეული ავტოტრანსპორტი, იმიტომ რომ რა ვიცი, ხან კერძო კომპანიებს იმედად დადგომა ის რომ მაინც და მაინც ერთ-ერთ კომპანიაზე იყოს, ჯობია რომ იყოს მუნიციპალური, აუცილებლად. ქალაქისთვის რატომ არის რას ფიქრობთ? კარგი რომ იყოს მუნიციპალური. ნუ კარგი იმიტომ არის რომ ხა რომელიც მთავრობის ბალანსზე იქნება, უფრო ხელმისაწვდომი იქნება დაბალი ფენებისათვის და ესეთ ადამიანებისათვის, ვისაც დაბალი შემოსავლები აქვს. გორის მერიაში ოპოზიციის წარმომადგენელს კანონის კითხვა ურჩიეს. მუნიციპალიტეტის იურისტი ამბობს, რომ მოქმედი კანონმდებლობით ადგილობრივი ხელისუფლება მუნიციპალურ ტრანსპორტს ვერ შემოიღებს. აღნიშნული საავტომობილო საშუალებები გადაეცა კერძო შეპესის იქიდან გამომდინარე, რომ მუნიციპალიტეტი ამ ეტაპზე ვერ იყენებდა და შესაბამისად იჯარიდან შემოსული თანხა მოხმარდებოდა გარკვეულ სხვა სამუშაოებს, რაც შეეხება მუნიციპალურ სამგზავრო გადაყვანას, საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ საქართველოს კანონში
შესატანია გარკვეული ცვლილებები, კერძოდ იმისთვის, რომ მუნიციპალიტეტმა მოახდინოს სამგზავრო გადაყვანის რეგულირება, ამ ეტაპზე ეს უფლება ამ კანონის მიხედვით მიცემული აქვს მხოლოდ თვითმმართველ ქალაქებს. შესაბამისად, მას შემდეგ ექნება მუნიციპალიტეტის საშუალება დაადგინოს მარშრუტები, ვთქვათ და გასცეს ნებართვები საქალაქო გადაყვანაზე. როდესაც ამ კანონში მოხდება შესაბამისი ცვლილებების სასახვა. შეპესე დუდუ პლუსი, რომელსაც გორის მუნიციპალიტეტმა 8 ავტობუსი იჯარით გადასცა ზურაბ ჯეჯელაშვილის იგივე ბუქოს კომპანია. თრიალეთის ინფორმაციით ის ქართულ ოცნებასთან დაახლოებული პირია. ოპოზიცია ფიქრობს, რომ სწორედ ეს არის იმ მიზერული თანხის მიზეზი, რომელსაც კომპანია წელიწადში მუნიციპალიტეტს უხდის.